გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემა დღეს მიეძღვნება როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებ გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობას. საქართველოში დაიწყო წინასაარჩევნო კამპანიები. პოლიტიკური პარტიები გამოსული არიან პოლიტიკურ ველზე და აწარმოებენ საარჩევნო კამპანიებს. არის პოლიტიკური პარტიები, რომელი პოლიტიკური პარტიებიც საერთოდ ბოიკოტს უცხადებენ დღევანდელ არჩევნებს და მათმა აირჩიეს გზა რომელიც მიდის ძალადობისაკენ, გზა რომელიც მიდის სისხლისისაკენ. ეხლა მე არ შემიძლია რომ არ გამოეხმაურო გუშინ წინდელ მარშს, რომელი მარშიც ჩაატარეს აი ამ დაწყევლილმა და აი ამ უსამშობლო ადამიანებმა, ჭინკებმა. 300 არაგველებთან შეიკრიბნენ და აღნიშნეს 300 დღის რომ მეტყვი თარიღი, რომ 300 დღე თურმე ისინი არიან გამოსულები ქუჩაში და 300 დღე აპროტესტებენ რას? აპროტესტებენ თვითონაც არიციან და რა უნდა თვითონაც არიციან. 300 დღე კი არა, 300 წელიწადი ყავდა დაპყრობილი საქართველოს მაგათ წინაპარს. აი მაგათ არ ქონდათ უფლება რომ შეკრებილიყვნენ 300 არაგველების მეტროსთან და 300 არაგველების მემორიალთან. მათ უნდა გაეკეთებინათ ორგანიზება და შეკრება სოღალუღთან, საიდანაც შემოდიოდა აღარ ხანი შაჰაბაზი და იპყრობდა საქართველოს და იპყრობდა თბილისს. აი ისინი არიან მათი შთამომავლები და აი იქიდან დაეწყოთ მარში. და 300 არაგველებიდან ჩვენ დავიწყეთ მარშს და დავამტვრევთ მათ კისრებს და ერთხელაც სამუდამოდ დავასრულებთ საქართველოს. და ერთხელაც სამუდამოდ უკვე მოვსწრობთ აი მაგათ ბინძურ იდეოლოგიას ამ ქვეყნიდან და ფაქტიურად ქვეყანა დაისვენებს და საქართველოს მოსახლეობა დაისვენებს. იმიტომ რომ ეს უსამშობლო ადამიანები, ეს გამყიდულები, ეს არამზადები და ეს მართლაც საქართველოს მოუშორებელი ჭირი ერთხელაც სამუდამოდ უნდა მოვაშოროთ ამ ქვეყანას და დავასვენოთ ქვეყანა და დავასვენოთ საქართველოს მოსახლეობა. სოღალუღიდან უნდა დაგეწყოთ თქვენ მარში, სოღალუღიდან, იმიტომ რომ თქვენი წინაპრები იქიდან იწყებდნენ მარშს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და იქიდან აწიოკებდნენ და იქიდან აჩანაგებდნენ ჩვენ ქვეყანას. სწორედ და იქიდან იყო რომ მთელი ეს უბედურება ხდებოდა ამ ქვეყანაში და თქვენ ახართ მათი შთამომავლები. თქვენ არ ახართ ქართველები და თქვენ არ ახართ ის ადამიანები, რომლებიც ქართულად ფიქრობთ და ქართულად აზროვნებთ და ქართულად იწყებთ საქმის კეთებას. ხო, თქვენ ახართ სწორედ ის შაჰაბაზის შთამომავლები და აღარ შთამომავლები ხართ. თქვენ აი ესენი ხართ თქვენ და ას გინდათ რომ ისევე ააწიოკოთ და აოხროთ საქართველოს, როგორც ისინი აოხრებენ და აწიოკებენ და ამიტომ არის რომ ახლა დღეს რომ გაიზახეთ რომ რევოლუცია, რა რევოლუცია, რისი რევოლუცია? რევოლუცია კი არა, დაგავიწყებათ ცხოვრება, დაგავიწყებათ მთელი ის არსებობა რა არსებობის მანძილზეც თქვენ აფუჭებდით ამ საქმეებს საქართველოში. დაგავიწყებინებთ, თავს დაგავიწყებინებთ, თავი დაანებეთ ასეთ რაღაცა ბინძური საქციელების ჩადენას და თავი დაანებეთ იმ მთლიანობაში სიბინძურეების კეთებას, რომელიც სიბინძურეების საფუძველზე თქვენ ამ ქვეყანას აფუჭებთ და ამაიმუნებთ. თქვენი სამაიმუნო და თქვენი გასათახსენებელი ეს ქვეყანა არ არის და ქართველი ხალხი მაგას თქვენ არ გაპატიებთ, იცოდეთ. დაანებეთ თავი ასეთ რაღაც სისულელეებს. მე ერთხელ და ორჯერ არ მithქვამს ეს თქვენთვის და ნუაკეთებთ ისეთ რაღაცეებს, რომ მომავალში შემდგომ საქართველოს კიდევ და კიდევ მთელი წლები ინანოს და მთელი წლები მართლაც რომ იყოს იმ პრობლემებში, რომელი პრობლემების ჩვენ ერთხელ ნახეთ და ერთხელ ჩვენ გავიარეთ, ხო? ამას თქვენ აღარ გაგაკეთებინებთ. როგორ შეიძლება დღეს, რასაც თქვენ აკეთებთ, რასაც თქვენ მოქმედებთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ამას ნორმალური ადამიანი და ნორმალური ქვეყნის მოყვარული საზოგადოება აკეთებდეს. ეს გამორიცხული არის, ამას მტრის მეტი არავინ არ გააკეთებს. იმ მტრის მეტი, რომელი მტერის მოდიოდა სოღალუღიდან, თბილისის და სხვა დანარჩენი რეგიონების წინააღმდეგ და იმ ურჯულიები, რომელი ურჯულიების შთამომავლების თქვენ ახართ, ხო? და რომელი ურჯულიების სისხლის თქვენ ახართ, ხო? აი სწორედ ეხლა გაიღვიძა იმ სისხლმა თქვენში გაიგე და ამიტომ იყო რომ გუშინ წინ ჩაატარეთ ის მარში და უბრალოდ დისლოკაციის ადგილში ხართ გაქვთ შესთომა. მეტი არ დაანჩენი ყველანაირად აი გაჭრილი ვაშლივით გავს როგორც მაშინელ შაჰაბაზის და აღარ მათხანის მოქმედებას ჩვენი თბილისის წინააღმდეგ ზუსტად იგივე
პროცესები მიმდინარეობს ახლა თქვენი მხრიდან. უბრალოდ დისლოკაციის ადგილში შესით 300 არაგველებიდან ამან წამოსულიყავით და წამოსულიყავით სოღალუღიდან და იქიდან დაგეწყოთ მოქმედება და აი მე უკვე ნახავდით თქვენ რა დღეში ჩავარდებოდით, მაგრამ არა უშავს. ჩვენ უყურებთ ამას ყველაფერს, ჩვენ ამას თვალს ვადევნებთ, გიუყურებთ თქვენ საემ წიოქს და როერ გამოგყავთ ხალხი ქუჩაში კიდევ და როერ გამოიყვანეთ ქუჩაში ხალხი ხომ ხედავთ რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის თქვენ მხარეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არის სიმართლის მხარეს არის მშვიდობის მხარეს არის წესიერების მხარეს არის პატიოსნების მხარეს ჩვენი ქვეყნის წმენის მხარეს ოჯახური სიწმინდეების მხარეს ეკლესიის მხარეს და ასე შემდგომ რაც ჩვენი ისტორიული გადმონაშთია თქვენი სიბინძურეები მალე დაიმარხება და მალე გაქრება აქედან საქართველოსდან ეს პროცესი უკვე ჩვენ დავიწყეთ საქართველოს მოსახლეობამ დავიწყეთ და ნუ გააკეთებთ ისე რომ საქართველოს მოსახლეობა გამოვიდეს ქუჩაში თქვენ წინააღმდეგ და საქართველოს მოსახლეობამ იმოქმედოს შესაბამისად და ერთხელ სამუდამოდ თქვენ კლიანობაში გაგანეიტრალოთ ისე რომ ვეღარ დაბრუნდეთ ვერც პოლიტიკაში და ვერც ცხოვრებაში ამიტომ ჯობს ეხლა დროულად მოხვიდოთ გონს და აცალოთ ქართულ ხალხს არჩევნები ჩატარება, აცალოთ საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს საზოგადოებას, რომ მშვიდობიანად, წესიერად ჩაატარონ 4 ოქტომბრის არჩევნები და შესაბამისად დავანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას, მსოფლიოს თუ რა კულტურა გაგვაჩნია ჩვენ არჩევნებთან მიმართებაში და როგორც სწრაფად ვატარებთ ჩვენ არჩევნებს ამ ქვეყანაში. ეს გვაცალეთ და თუ არ გვაცლით მიიღეთ მისაღებს. დღეს ჩვენ გვექნება ასევე საუბარი გვექნება ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე და ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ეროვნული ერთობის საბჭოს წევრი ბატონი ლუსმანაშვილი ბატონი შმაგი ლუსმანაშვილი ბატონო შმაგი მადლობთ რომ მობრძანდით ჩვენთან გადაცემაში მადლობთ რომ თქვენ ყოველთვის საინტერესო ანალიზს აკეთებთ და ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესოა და ფაქტიურად ეუბნებით იმას რაც რეალურად არის სიმართლე. ბატონო შმაგი ძალიან ესე იგი რაღაც არასაიმედო პროგნოზები არის საერთოდ დღეს ჩვენ ქვეყანაში და მით უმეტეს აი ეხლა აღათ მათქვან ხანის და შაჰაბაზის შთამომავლები ხო ხედავ რას გვპირდებიან რომ ქვეყანაში ისე უნდა დაიწყოს აწიოკება და ქართველი ხალხის დევნა და ქართველი ხალხის სისხლის ზღვრა უნდათ და აი თქვენ როგორ შეაფასებით მათ ამ ქმედებებს და რა სიტყოდით საერთოდ მათი ასეთი გადაწყვეტილებებიდან და მათი ასეთი განცხადებებიდან გამომდინარე. გამარჯობა პატრიციონერი ხმოვანებო. დღევანდელი ეს ჩვენი პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც მოიწვია უკვე საქართველოს, ეს არის გამოძახილი მიზეზებისა, იმ ტრადიციული მიზეზებისა, რომელსაც საქართველოს დრები, ერთიანი საქართველოს დრები ტრადიციულად საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ ჩვენ წინააღმდეგ. მათი მთავარი გეგმა იყო და მათი მთავარი მიზანი იყო საქართველოს ძალით, ინტელექტით, გონებით ვერ უგებდნენ ვერასდროს, მხოლოდ შინაგანი ხახეთქილების მოწყობა, ქართველებს შორის ინსპირაცია დაპირისპირების და ამ დაპირისპირების შედეგად ყველა მომხდურს გარეგან ძალებს საქართველოს დრებს ესე იგი უწევდათ შემდეგ საქართველოს დაპყრობა და ხელში ჩაგდება. მათი მთავარი მიზანი იყო ყოველთვის მოაწყონ საქართველოს მოსახლეობის გახლეჩვა დაპირისპირება სხვადასხვა მიზეზების გამო, მიზეზები ყოველთვის არის, ყოველთვის გამოიგონება და აი ამ დაპირისპირებისა და შინაგანი შეხლა-შემოხლის გამო ყოველთვის ხარობდა ჩვენი ესე იგი მომხდური. ეს ყველაფერი კარგად აღწერილი დავით გურამიშვილს, რომელმაც ჩვენ გვითხარ, რომ ყველა ესე იგი ყველა შემოკრა თითო კიშტი. ყველა კანტერი იყო, ყველა მოკრა თითო კიშტი. მე ახლა არ ჩამოვახელე სპეციალურად იმ ეროვნებს, რომელიც დავით გურამიშვილს ჩვენ 400 წლის უკან გამოუწვია და გვითხრა. დღევანდელი ჩვენი დაპირისპირება არის შეუულებრივი არჩევნები. შეუულებრივი არჩევნები, ეს არ არის არც საპარლამენტო, არც საპრეზიდენტო, შეუულებრივი ადგილობრივი. მაგრამ მნიშვნელოვანი არის. ადგილობრივი მმართველობისა და მერების არჩევნები არის. მაგრამ ამას მეანიჭეს ჩვენმა პოლიტიკურმა ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციურმა ძალებმა, მეანიჭეს რომლებიც აქამდე მშვენივრად იყვნენ და მშვენივრად თანამშრომლობდნენ პოზიცია, ოპოზიცია ხელისუფლებასთან, მშვენივრად თანამშრომლობდნენ, მაგრამ
ახლა გადაწყვეტეს რომ ამ ადგილობრივ არჩევნებს მიანიჭონ ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა და ისე დაძაბოს სიტუაცია რომ ქართველები გახლჩონ ისევ ერთმანეთში, მოაწყონ შინაგანი დაპირისპირება, საომარი მოქმედებებიც მოაწყონ, რომელიც შემდეგ ხელს შეუწყობს ვინც არიან მათი შემკვეთები, მათი ბოსები, რომლებიც არიან დასავლეთში კურატორები, პირდაპირ ეს არის ინგლისელები, რომლებსაც უნდათ, რომ ტრადიციულად ასე იყო, ინგლისის სამეფო კარი შამილი ამხედრა, ჯერ. შემდეგ საქართველოს ამხედრებას უნდა რომ ბაქოსა და კავკასია მთლიანად ხელში ჩაიგდო და ის მთელი სასარგებლო წიაღისეული ნავთობისა და გაზის ჩათვლით ხელში ჩაიგდო. ეს არის მათი მიზანი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს ჩვენ თუ არ გავიცნობიერებთ რა მიზანი ესე გავიცნობიერებთ საზოგადო თუ არ გავიცნობიერებთ რა მიზანი ამოძრავებს ამ დასავლეთის იმპერიალისტებს ლონდონის სამეფო კარის ესე იგი მეთაურობით ჩვენ ვერ გავარკვევთ ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე რა მიზნები ამოძრავებთ მათ ამიტომ ისინი ტრადიციულად ცდილობენ საქართველოში მოახდინონ დახეთქილება ქართველები ერთმანეთს კიდევ ვიმეორებთ შეიძლება ვიმეორებთ მაგრამ ეს კარგად უნდა რომ მოახდინონ ქართველებში დაპირისპირება ყველანაირი მეთოდები ეს იქნება სოციალური საკითხები ეს იქნება პოლიტიკური საკითხები საერთოდ საზოგადო საკითხები გეოპოლიტიკური საკითხები და უბრალო რაღაც ესე იგი მიზეზით შეიძლება გამოიყენონ რომ ქართველებს ერთმანეთს დააპირისპირონ ერთმანეთი ქართველები ჩაერთონ ერთმანეთის ომში და თვითონ შემდეგ უცბად დაიპყრობენ და ამ ესე იგი დასუსტებულ გავერანებულ ქვეყანას უცბად ხელში ჩაიგდებენ ეს არის თავარი ესე იგი წითელი ხაზი, თავარი ესე იგი ლაიტმოტივი, რომელიც თანახლავს ყველა საქართველოში ტრადიციულად რაც ისტორიულად ხდებოდა, ესე იგი შინაგანი ომების მიზეზი. გარეგანი ძალები ყოველთვის აკეთებდნენ ამის ინსპირირებას და წაკეზებას. აი ესე იგი ამისათვის ისინი არისურებდნენ არავითარ რესურსებს, ფინანსურ რესურსებს პირველ რიგში, არისურებდნენ მოსყიდვები შეშინებები და ასე შემდეგ, რომ ქართველებს ერთმანეთს დაუპირისპიროს. ამას ხმარობდნენ ჩვენი აზიელი ტრადიციული მტრები, ამას ხმარობენ ჩვენი ესე იგი ევროპელი კოლონიზატორები, რომლებმაც სურთ საქართველოს გადააქციონ თავიანთ კოლონიად, რომ ქართველი ხალხი ესე იგი თავის ისტორიის 3000 წლიანი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ებრძოდნენ ასეთ ხალხს, ასეთ დაპყრობლებს ებრძოდნენ ყოველთვის და ახლა დღესაც ეს სცენარი არ ესე იგი ერთი და იგივე არის სცენარი. ეს საერთო ჯამში. რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენი პოლიტიკური ძალები, ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა, სხვები, აი წინა არჩევნებში მონაწილეობას ღებულობდნენ, ქართულ ხალხმა დაუჭირა მათ მხარი, რამდენიმე პროცენტი დაუჭირა მხარი, მაგრამ მათ უარი თქვეს, ესე იგი აი ამ ესე იგი არჩევნების შედეგებს. კი, თავის მხარდაჭერების იმაზე. ხო, თავის მხარდაჭერებს უარი უთქვეს. ეს არ არის ასეულ და ამიტომ ამას გამოუცხადეს ესე იგი პარლამენტში არ შევიდნენ, ზოგი შევიდა, ზოგი არ შევიდა და აი ამას მოყვა ყველაფერი ის რომ ესე იგი განხეთქილებაში ისევ წავიდა ქართული ხალხი, ქართველიერი ორ ძალას შორის, ქართული ოცნებასა და ეგრეთ წოდებულ ნაციონალურ მოძრაობას შორის. აი ამ ორ დიდ ძალას შორის არის გახლჩილი ქართული ხალხი საერთო ჯამში რომ ესე იგი რომ შევხედოთ. ეს ძალები რა არის, რისი წარმომადგენლები არიან? მოდი ესეც აღვნიშნო. ქართული ოცნება არის ის ძალა, რომელიც უპირისპირდება საქართველოს კოლონიალიზმს. რომელსაც საერთო ჯამში ის ეწინააღმდეგება იმას, რომ დასავლეთის რეცეპტებით იმართებოდეს, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან იმართებოდეს საქართველო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ 1990 წლიდან თითქმის 30 წელია საქართველო იმართება ამერიკის საელჩოდან. ყველა პროცესები, რაც საქართველოში ხდებოდა ამ წლის განმავლობაში და აწი მოხდება თუ არ შეიცვალა სტრატეგიული სიტუაცია, ყველაფერი ეს არის ამერიკის საელჩოდან ესე იგი რეცეპტებით გაკეთებული საქმე. მთლიანად ჩვენი მოწყობა, მთელი ჩვენი განათლება, ჯანდაცვა, მთელი ჩვენი სამინისტროების ფუნქციონირება, ხელისუფლების ფუნქციონირება, ყველაფერი არის ასე იგი ამერიკის საელჩოს ესე იგი რეცეპტების შედეგები, რასაც ხედავთ. მეორე ძალა და ამას ეწინააღმდეგება ქართული ოცნება. ქართული ოცნება 2012 წლიდან რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ამან ნელ-ნელა უარი უთხრა
ნელ-ნელა შეძლების და ნაბიჯ-ნაბიჯ, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია ისეთი იყო, რომ მთელი საბჭოთა სივრცე, პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთის ჩათვლით დაპყრობილი ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. და ახლაც აქვს გარკვეული განსაზღვრული დოზით. მთელი საბჭოთა მოსკოვის ჩათვლით. მაგრამ და ამიტომ ეს კოლონიალიზმის უღელი, დასავლეთის კოლონიალიზმის უღელი ნელ-ნელა ნაბიჯ ქართულმა უცნებამ ბიზინა ივანიშვილის თავკაცობით ნელ-ნელა ნაბიჯ შეძლო ყველანაირი დაპირისპირება და ძალოვანი და ესე იგი დაპირისპირების გარეშე, ნებათაღებების გარეშე ნელ-ნელა ესე იგი ნაბიჯ როგორც გვებზანეთ მიაღწია იმას რომ უკვე 2000 ესე იგი 22 წლიდან უკვე აშკარად დაუპირისპირდა დასავლეთის რეცეპტებს. აი მოსკოვმა ეს უღელი გადაიგდო 2014 წელს ყირიმის ოპერაციით მოსკოვმა უკვე უარი უთხრა დასავლეთის კოლონიალიზმს, დასავლეთის მმართველობას და უკვე ახალი ერა დაიწყო მოსკოვის კრემლმა დაიწყო თავისი ახალი ერა. ახალი ერა კი არ დაუწყა, ის თავის ჩვეულებრივ ორბიტაში იმპერიულ, ევრაზიულ თავის სახელმწიფო ორბიტაში ბრუნდება და დაბრუნდა უკვე და აი ამ პოლიტიკას აგზელებს თავის ტრადიციულ 500 წლიან ესე იგი ორბიტაში ბრუნდება რუსეთი. ჩვენ ესე იგი დავრჩით ისევ აი 2014 წლიდან ჩვენ უკვე თბილისი უკვე დარჩა ისევ დასავლეთის კოლონიალიზმთან, ჩვენ ვართ კოლონიალური ქვეყანა. პატრიოტული ტელემოყრილო თქვენ ახლა კურსი შეიძლება ეხამუშებოდეთ, ჩემი გამონათქვამით ჩვენ ვართ კოლონია. მაგრამ მე უნდა გითხრათ, პირდაპირ მე ყველანაირი რევერენსების გარეშე მინდა შეგახსენოთ, რომ კოლონია რა არის? კოლონია არის ის ტერიტორია, რომელსაც იპყრობს მეტროპოლია, შეერაგლებული ძალით თუ მშვიდობიანად იპყრობს, რომელსაც გააქვს აქედან რესურსები, დაპყრობილი ქვეყნებიდან რესურსები, ძარცვავს მას, გააქვს აქედან იაფი მუშახელი და შემოაქვს თავისი ესე იგი ანადგურებს ადგილობრივ წარმოებას, ადგილობრივ ინდუსტრიას, ანადგურებს თუ არ არის არაძლევს საშუალებას ადგილობრივი დარგების განვითარებას არაძლევს საშუალებას და არის ბაზარი თავისი ესე იგი წარმოებული პროდუქციის გასაღების ბაზრად. აი ეს არის სამი მთავარი განსაზღვრელი რა არის კოლონია. აი შეადარეთ საქართველოს ჩვენ ასეთი ვარ. ჩვენი რესურსები გადის დასავლეთში, იძარცვება ჩვენი სასარგებლო. საბანკო სისტემა მაგათი არის. საბანკო სისტემა ყველაფერი რა. ქართველი კაცის ნაშრომი გადის საზღვარგარეთ მათ. იაფი მუშახელი აგერ ამდენი ემიგრაცია. გაგვიხსნეს საზღვრები, ჩვენთან სპეციალურად გააკეთეს დაბალი ხელფასები, ისეთი გაუსაძლისი ცხოვრება, ინდუსტრიას არ განავითარებია არავითარ შემთხვევაში, მარტო ესე იგი კოლონიას რა უფლება მისცეს. მარტო გაუშვეს ის მილსადენები, რომელიც ამარაგებს დასავლეთს. მე რომელიც მათ აწყობს. დანარჩენი ჩვენთან ჩვენი წარმოება ჩამდგარია არ არის. და არც ერთი რა თქმა უნდა დაანგრიეს ყველაფერი. საბჭოთა გაბონაში დაანგრიეს. რამდენად 15 მილიარდის გონება არის გატანილი საბჭოთა ინდუსტრიიდან. და დაჟე შეფასებულიც არ არის. რამდენი ქონდა ჩვენ რამდენი ტრილიონი და რამდენი მილიარდი გონება იყო ჩვენი ქარხნები და ფაბრიკები. დაჟე უფრო შეფასებულიც არ არის ჯერ საბჭოეთის გონება რაც დაგვანგრევიეს და რაც მაგათმა გაგვანადგურებიეს ჩვენი დარგები, სამეცნიერო, ყველა სკოლები, მრეწველობა და ასე შემდეგ. და ამიტომ ჩვენ დღეს არაფერს არ ვაწარმოებთ. და მე ესე მუშახელის შეძლების დაბარა ჩვენ და ყველაფერი დარგი მოსვეს, სამუშაო ადგილები არ არის და ეს იაფი მუშახელი $1000 გულისთვის მიდიან ევროპაში, მიდიან უცხოეთებში და იქ ქმნიან სასარგებლო პროდუქტს მათთვის. ეს ისე მონათხრობელურია, მონებით ვაჭრობაა, მაგრამ ახლა ფული. ადრე თუ წვეთა სიტყვა იყო საქართველოში 300 წლის მანძილზე ქართველები გაყავდათ საზღვარგარეთ, ბავშვებიდან დაწყებული და მონათა ბაზრებზე იყიდებოდა, დღესაც ასეთი ფორმა არის. რამდენიმე მილიონი ქართველი, დედები, ქართველები ქალები მიდიან საზღვარგარეთ რომ ოჯახები არჩენონ და იმათი საბანკო ესე იგი ვალები დღეს აქ იხადო. ისე იმათ ბანკებში. იმათ ბანკებში ესე იგი რამხელა მოგებას ღებულობენ. ესე იგი ტრილიონობით მოგება არის საქართველოსთან აი ამ პატარა ჩვენ 2 მილიონი ნახევარი თუ 3 მილიონი დავრჩით ამხელა სახელმწიფოდან აურაცხელ ესე იგი მოგებას ღებულობენ ეს ჩვენი მეტროპოლიები. და ამიტომ მე იმიტომ ამბობ რომ ჩვენ ვარ დღეს ფაქტიურად ამას არ ამბობენ, მაგრამ რეალურად და ფაქტობრივად ჩვენ დღეს ვარ დასავლეთის კოლონიალ გადაცემაში. მოსკოვმა ეს უღელი გადააგდო 2014 წელს როგორც აღნიშნე, ახლა ჯერ იმიდგა საქართველოს. იმიტომ რომ საქართველოს კოლონიად თავისი ისტორიის მანძილზე არასდროს არ ყოფილა. ჩვენი მომხდურები თუ ჩვენ გვიყრობდნენ,
ბატონო ტრისთან. ბატონო სოლოდელი მაყურებელო. თუ ჩვენ ვიყურებდნენ, ისინი საერთოდ არ ეხებოდნენ შინაგან საქართველოს შინაგან მოწყობას. როგორ მეფეები ისე ბაგრატიონები ისე მეფეები არჩებოდნენ და ისინი მეფეები იყვნენ, ვასალები იყვნენ მხოლოდ. და ისინი საქართველოს შინაგან, ესე იგი, მართლობაში ისინი საერთოდ არ არებოდნენ. ისინი მხოლოდ ნიშნავდნენ იმ მეფეებს, რომლებიც მათ აწყვეტდა და კარგად იყვნენ მათ ურთიერთობაში. როგორც ასეთი რომ საქართველოს ეძარცვათ მასიურად მშვიდობიანი ომის დროს, რა თქმა უნდა, როდესაც ომით მოდიოდა ნაალაფარი მიკონდა. ომის თანხლებია, რა თქმა უნდა. ალაფი მიკონდა. ნადავლი რაც არის? ნადავლი, ნაალაფარი მიკონდა თუ არა, მშვიდობიანი იმით რომ ესე იგი საქართველოს ასეთი მასშტაბით ეძარცვათ, ეს არ ყოფილა არასდროს საქართველოს ესე იგი ისტორიაში. მხოლოდ მეფეებს ჰქონდათ რაღაც ხარკისა და პატარა იმის ესე იგი ვალდებულებები, მეტი არაფერი. დღეს ჩვენ ვართ აი ამ უნიკალურ სიტუაციაში, უჩვეულ სიტუაციაში ვართ გადაქცეული. ჩვენ გადავიქცეთ დასავლეთის კოლონია. თავმოყვარე ერი, პატივმოყვარე ერი, მშრომელი ერი, გონიერი, მეომარი ერი, რომელიც თავისუფლება მას ტრადიციულად მოსდგამს, რომელიც არის თავისუფლების სიმბოლო, საერთოდ კავკასიელი ქართველი ადამიანი ყოველთვის ითვლება და თავისუფლების სიმბოლოს. უცხოელები ამას აღნიშნავდნენ ყოველთვის, რომ ქართველი ადამიანს ტრადიციულად ეს ჰქონდა გამოსახული მის ტანისამოსზე. ჩოხა, ახალუხი და ხანჯალი. ეს იყო მისი თავისუფლების სიმბოლო. ასეთი მსოფლიოში ამას არც ერთი ერი არ ატარებდა პატივცემულო მაყურებელო ქართველების და კავკასიელების გარდა. ჩვენ ვიყავით თავისუფლების შინაგანად, ყოველი ადამიანი შინაგანად თავისუფალი იყო და მას თავისუფლების სიმბოლო ეს იყო კავარ-ხანჯალი, რომელიც ყოველდღიურად ესე იგი იყო ჩვენზე. ამიტომ დღევანდელი ახლა რაც შეეხება ეს ჩვენ აღვნიშნეთ, ახლა რაც შეეხება აი ამ ნაციონალური მოძრაობას. ნაციონალური მოძრაობა მთლიანად არის დამოკიდებული აი ამ დასავლეთის ძალებზე, რომლებიც ემსახურებიან მათ რეცეპტებს და ისინი არიან მთავარი დასახდნელი ძალა ამერიკის შეერთებული შტატების, ლონდონ, ინგლისის და აი შემდეგ დანარჩენი პატარ-პატარა ვაიზერებისა და სხვების მთავარი დასახდნელი ძალა, როგორც აღმოჩნდა პატრიოტული ლოზუნგებით, პატრიოტული, ესე იგი, შთაგონებები და პატრიოტული პროპაგანდით ნაციონალურმა მოძრაობამ ქართველი ხალხი შემდეგ დიდი ამშენებლობითი და დიდი იმით, ესე იგი, ქართველი ხალხს თავი მოაჩვენა როგორც დიდი პატრიოტები, მაგრამ სინამდვილეში მათმა გამოაშკარეს თავი იმით, რომ როდესაც მათ მოაწყვეს ნაციონალურმა მოძრაობამ მოაწყო საქართველოსა და რუსეთის პირდაპირ ომი მოაწყო 2008 წელში. ეს იყო მათი პირველი გამომშრომლება, იმიტომ რომ რუსეთსა და საქართველოს ომი აწყობს მხოლოდ ის არც ერთ ქართველს არ აწყობს, ის აწყობს მხოლოდ მის დასავლეთ ესე იგი პარტნიორებს. აი ეს ომი უკვე ის ლაკმუსის ქაღალდი არის, რომ ეს საქართველოსა და რუსეთის ომი 2008 წლის ომი პირდაპირ ესე იგი შეჯახება ქართლისა და რუსეთის ჯარს შორის, ეს არის ის ლაკმუსის ქაღალდი, ის არის იმის მაჩვენებელი, რომ ეს ხალხი ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მაშინ და დღესაც მოქმედებს იმ თავისი დასავლეთი კოლონიზატორებისა და თავისი პატრონებისა და ბოსების მითითებით. მის ესე იგი მათ ნებას ისინი ემსახურებიან. ისინი არ ემსახურებიან ქართველი ხალხის ნებას. ისინი არ ემსახურებიან ქართველი ხალხის ტრადიციულ ინტერესებს, მთელი საზოგადო საქართველოს რესპუბლიკის, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს ისინი არ ემსახურებიან, იმიტომ რომ ისინი თავიანთ მეზობლებთან ცდილობენ საქართველოს დააპირისპირონ, მოახდინონ დიდი სამხედრო ესე იგი დაპირისპირებები და ამით საქართველოს განადგურებასკენ მიხარ. ეს ყველაფერი იყო შეფუთული და არის დღესაც არის შეფუთული დიდი პატრიოტული ლოზუნგებით, მინდა შეგახსენოთ, პატრიოტული ლოზუნგებით, პატრიოტული პროპაგანდით და ისეთი საქმეებით, რომელიც მათ გააკეთეს დასავლეთის ესე იგი ბატონო შმაგი, შეგეკითხებით რა ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ საუბრობთ, ეხლა არ მინდა რომ შეგაწყვეტინოთ საუბარი, შემდეგ გააგზელეთ, მაგრამ ეხლა თქვენ ახსენეთ არჩევნები, ხო? არჩევნები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის. და ნუ ეხლა შეიძლება ეს რაღაც ისეთი თვალით შეხედო ადამიანო, ამ არჩევნებს თითქოს არაფერი არ არისო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვინც ეხლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაემარჯვებს და მოიპოვებს უფრო
მეტ ადგილებს, ხო? შემდგომ პარლამენტშიც მათი არის ეს ადგილები, ხო? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ახლა რაც მთავარია და რაც მნიშვნელოვანი არის და რაც ესე რაზედაც ახლა ესენი უკვე აღარ იციან რა გააკეთონ, საით ვისეცენ და როგორ მოახდინონ ქვეყანაში ამოყირება, იმიტომ რომ მათმა დაიმკვიდრონ კვლავ პოლიტიკაში ადგილი. მე ნაციონალებზე მაქვს საუბარი. ნახე ახლა რა ხდება და ლოგიკურად ასეც არის. მე ყოველთვის ვიტყვი ამ სიტყვას, რაც თქვი და რასაც ვამბობ, რომ 5 ნომერი ხო ავახიეთ. მართლაც ავახიეთ 5 ნომერი და ეს სიტყვა დამკვიდრდა და უკვე 5 ნომერი აგახიეთ, იმიტომ რომ ასახევი ქონდათ და აგეხათ 5 ნომერი. ნახეთ ახლა, ნომერი აღარა აქვთ, ხო? არჩევნებში მონაწილეობას აღარ ღებულობენ. ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, ესენი რჩებიან თამაშგარეთ, უკვე პარტიას აღარ დაფინანსება ეძლევა უკვე, ხო, დაფინანსების გზები ეკეტება, ჯერ სახელმწიფო რომელიც ადგენდა მათ დაფინანსებას, ხო? ეს უკვე აღარა აქვთ უკვე, ხო? ფაქტიურად უკვე პარტია წავიდა დაშლისაკენ, რასაც ჩვენ ვამბობთ და პროგნოზირებთ, რომ უმოკლეს ხანში დაეწყება ამ პარტიის დემონტაჟი. ეს ამას გინდა არ გინდა ეს პროცესი დაეწყება თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდგომ. ამიტომ მათ დარჩენიათ ერთი გზა რომელიც ისინი აანონსებენ და გზა რომელსაც ესე იგი ესენი მიყვებიან, ხო? რომ უნდათ ქვეყანაში დაღვარონ სისხლი და უყვართ ქვეყანაში მოკლან ქართველი ხალხი და ამის საფუძველზე ხო, განაწილების სცენარი გაითამაშონ, მოვიდნენ ხელისუფლებაში და კვლავ დაიმკვიდრონ თავი საქართველოს ხო, შემდეგ პოლიტიკაში და ის დავალებაც აქვთ მათ დასავლელი კურატორებიდან, რომ გახსნან მეორე ფრონტი ამ ქვეყანაში და საქართველოს აქციონ დაქირავებული ბოევიკების პოლიგონად. ეს არის მათი მიზანი და ეს არის მათი ამოცანა, ხო? და თქვენ ახლა ახსენეთ ეს თვითონ ქართველი ხალხის ესეთი ეკონომიკური უკუსვლა, სიდუხჭირი ახსენეთ და მე ახლა მინდა რომ უთხრა ტელემაყურებლებს, რომ მე ვათანხმები ბატონ შმაგის და ასეც არის დასავლეთმა, როდესაც გააკეთა ოკუპაცია, ოკუპირებული ვარ ჩვენ დღეს ჩვენ საქართველოს 80% არის დასავლეთის მიერ ოკუპირებული, 20% აქვს რუსეთს. ნახეთ ახლა რა ხდება. ამიტომ ის 80% რომელიც არის ოკუპირებული, ხო, ფაქტიურად თავიდან ბოლომდე ქართველ ხალხს აქ ამ 80%-ის გასახანი აღარ აქვს და არ მიეცა და არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ ქართველი კაცი განვითარდეს. ვერ განვითარდები ჩვენ ამ პირობებში, რადგან მათ ხელშია ყველაფერი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე. ეკონომიკა, განათლება და წარმოიდგინეთ თქვენ ამ ხელა უზარმაზარი ქარხნები გქონდა, რომელი ქარხნების თვითონ ქართველ ხალხს დაანგრევინეს და გააყიდიეს აგურ და ლარად მიცეს თავიანთ აგენტურას, რომ შესაბამისად შემდგომ ამ ქარხნების მოდერნიზაცია არ მომხდარიყო და ეკონომიკა არ გაძლიერებულიყო, იმიტომ რომ ეს მერე უკვე მათ ხელშუშის და ოკუპაციაში. ხო, მერე საამაყუერი ვიყავით, ბატონო შმაგი. საამაყუერი ვიყავით. მედიცინის დარგში გარღვევები ქონდა სასწაული და გამოგონებები და მოკლედ ახალი ესე იგი რომ მეთქვი, ისინი ხდებოდა მედიცინის დარგში წინსვლები, ხო? ინჟინრები ხო ყავდა და იყო და სოფლიოში ჩვენი ინჟინრები პირველები იყვნენ და გამომგონებლები და რა ვიცი, იურისტები და ეს ყველაფერი მოსპეს, აღარ არის. მედიცინა ნოლია დღეს ჩვენ ქვეყანაში, გადასული არიან ადამიანის ვაჭრობებზე. ვაჭრობაზე გადასული არის. ინჟინრები აღარ აქვს. ერთი მითხარით რა არის გამოგონებული ამ ქვეყანაში, ხო? არ არის აბსოლუტურად არაფერი, ხო? აი მიმართო განათლების სისტემა სოროსმა დაიპყრო და სოროსის ზეგავლენის ხეშარის და აგერ ფაქტის სახეზე გვყავს ჩვენი ბავშვები, სტუდენტი ახალგაზრდობა რა დღეში ჩააგდეთ და როგორ უკუმაგზით არონი მიცეს მიმართულება, ხო? ამიტომ რა დღეში გვაქვს ჩვენ ხო ხედავთ, აი ეს არის დაპყრობა, მეტი არაფერი არ დაპყრობა. ქართველი ადამიანებით, ქართველი ხალხით რომ ვამაყობდით, ხო? დღეს აქციებს ქართველი ხალხი მონობა არის ის იეფი მუშახელი, რომელიც გაუხსეს საზღვრები და გაუშვეს და მიდიან და მიედინებენ და გეთანხმებით, რომ აქ ეკონომიკური კრიზისი შექმნეს და ამის საფუძვლად წასულიყვნენ იქ და იქ მართლაც რომ ასე სხვის იმაზე ყოფილიყვნენ დამოკიდებული, ხო? აქ კიდევ არის და გაანარკომანეს, მთელი ქვეყანა გაანარკომანეს, რაც დაიწყო სააკაშვილის დროს და იყო საქართველოს მოკლედ თავიდან ბოლომდე ამ ნარკოტიკების ვაჭრობის ბუდე, ხო? დღემდე ახლა კი ჭიდაება ჩვენი ძალოვნები და მიდის ამის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ძალიან ურთულდებათ, იმიტომ რომ მაშინდელი ფეხმოკიდებული ეს ნარკობარიგები და ნარკო ვაჭრობები, ხო, ძალიან იმათა ფეხგამგარი არის, ხო? და რა დღეს შეაგდეთ ჩვენი ახალგაზრდობა და რა მდგომარეობაში ვარ ჩვენ. დემოგრაფიული მორჩა აღარ იმდენი ქორწილები აღარ არის. იმდენი აღარ შობადობა აღარ არის. აღარ არის და როგორ იქნება შობადობა, კაცო? მამაკაცი ქალზე ხონდა და ქორწილდეს, ხო?
საღად არის მამაკაცები აგერ თუ ვინმე რაღაცა ზედმეტი სიტყვა რაღაცა უთხრა გოგოს ეგრევე გარბის და პატრულში რეკავს და ბიჭს იჭერენ და ციხე სავსე არის ეგერ ახლა ოჯახური ძალადობებით და რაღაცა ეს კიდევ ახალი კანონი შეიტანეს მაშინდელი კანონი არის ეს ბაბუცა პატარაი არ არის ეს გათახსირებული ხალი არასამთავრობო ორგანიზაცია როა ხო ეს მაგათი თავებია ყველაფერი და ამათი იმით მერე ლობირებით და იმით ახალ კანონებს იგონებენ და ეს ბიჭები შეყარეს ციხეში 70% მამაკაცების ციხეში არის აგერ და ბავშვი უნდა გააკეთოს ერთი მითხარით ხო და აი ეს არის მამაკაცმა ხო უნდა იქორწინოს საღად არის ეს მამაკაცი აგერ გარეთ ნარკომანები არიან აგერ ღამის კლუბები არის და მთელი ღამე იქ არიან და იქ ძუნყულობენ და იქ ნარკოტიკებს ღებულობენ და პერედოზირებით კიდევ საუნდტრუფებში და არბენიებენ და ამ დროს აი ესეთ დროში ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდო ჩვენ დასავლურმა ოკუპაციამ ეხლა თავი გამოყვეთ ამ იმგენმა უვარგისმა ხელოვნების ხალხმა უვარგისებს უწოდებ არ შემდგარი ხელოვნები აგერ ხელოვანები აგერ კაცარავა იმაში არის ვარგა ფილმებში და იმაში და ეხლა ჯერ აუფლებით გასწვია შეკათახსირებულო სამხედრო მუნდირი ვინ მოგცა სამხედრო მუნდირის ჩაცმა შენ რა იცი რა არის სამხედრო მუნდირს რო ჩაიცომ ადამიანი შენ შინაგანად უნდა იყო იმ განწყობილი იმსა რომ შენ იმიტომ განცვია სამხედრო მუნდირი რომ შენ ქვეყანას იცავ გაიგე და შენ ქვეყანის იმას სტაბილურობას იცავ და მშვიდობას იცავ და თქვენ ეს სამხედრო მუნდირები იმიტომ ჩაიწვო ქვეყანაში დაღვაროთ ცისხლი და ქართული ხალხს ესწროთ ისა იარაღი ხო ამის ჩაიწვო ახლა გამოდგა ეგ კიდო ეს პაატა ბურჭულაძე და გოგა ხაჩიძე კიდევ გაიგე და ამათო ეს რევოლუციის ფლაგმანები გახდეთ ბიჭო მომისმინეთ და თქვენ მე თქვენ გეუნებით წადით ვიძია და თავი დაგვანებეთ რა თქვენ არ შემდგარო ხელოვნების ისახარ წარმომადგენლები თქვენ აზაზი არ ახართ სიმღერის აზაზეც არ ახართ გაიგე და არაფრის აზაზი არ ახართ წადით ახლა და მე გეტყვით ერთ რჩევას მოგცეთ თქვენ ეს იქნება თქვენ ძალიან საუკეთესო ვარიანტი, იმიტომ რომ არცად თქვენ არ ვარგიხართ, ვერავით არის, ესე იგი თქვენ არც ხელოვნებაში ივარგეთ, არც ცხოვრებაში ივარგეთ, არც პოლიტიკაში ვარგიხართ, აგერ იმიტომ რომ თუ როცა პოლიტიკოსი ამბობს იმას, რომ ძალადობრივი გზებით დავამხოთ ხელისუფლება, ის არ არის პოლიტიკოსი, არ ვაგა პოლიტიკაში, ეხლა ბურჭულაძეს, ამ ხაჩიძეს და იმას რა ქვია, კაცარავას და ამისთან ხელოვნების წარმომადგენელ ადამიანებს მე ურჩევ. აიღეთ ახლა ერთი დოლი, აკარდიოლი, კლარნეტი და წადით და სასაფლაოებზე იმღერეთ თავოჩემო ბედი არ გიწერია თუ. ესეთი ტრადიციები არის საქართველოში დღესაც დარჩენილი აღდგომების დღეებზე გადიან და მღერიან იქ ესენი რაღაცა ქვია მუსიკოსები და ერთ-ერთი გზა ამით შეგიძლიათ ახლა თქვენ რაღაცნაირად პატარა შეინახოთ თავი თუ არა სხვანაირად თქვენ ვერანაირად ვერ ვარგიხართ ვერცეთ ცხოვრებაში და აქაც არის ვარგეთ გაიგეთ და მე გაყევით იმითვალებულებს და წადით და მოგშორით დაგვანდებეთ თავი აქეთა და ეხლა ეს რატო გავაკეთე ეს შეასავალი ისი ბატონო ნიშმაგი იმიტომ რომ რეალურად ასეთია ამ რეალობაში ვცხოვრობთ გაიგეთ და ასეთი ეხლა კონტინგენტის ადამიანები ყავ ჩვენ და ასეთი კატეგორიის პოლიტიკოსებად მოევიდნენ ესენი თავს. აუცილებელი არის თუ არა ეხლა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, კი, გასაგები არის უკვე ძალოვნები მუშაობენ ძალიან ეფექტურად. და ეხლა ფაქტი საკეზე არის რომ მით უმეტეს ეს ანტიკორუფციული დეპარტამენტი სუსის მაგრად მუშაობს და პირდაპირ აი ნებისმიერ დარღვევას ის რეაგირებას ახდენს ხო აუცილებელი არის თორე კიდევ უფრო მეტად გაამკაცრონ კანონი სწორედ აი ამ ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ლიდერებთან მიმართებაში რომლებიც დღეს ღიად ემუქრებიან ხალხს კაცო ღიად გვეუბნებიან რომ ჩვენ მოვალთ და გამხობთ და გაქცევთ ეხლა გასაგებია ხელისუფლებას კი ბატონო ახლა ხელისუფლებას ემუქრებიან მაგრამ ხელისუფლებას ამძოლად ხო პოლიტიკურად შეიძლება კაცო ესე ძალადობრივი მეთოდებით ხარ შეიძლება პოლიტიკის ხელისუფლებას წინააღმდეგ ბრძოლა იმ ხელისუფლების უკან ხალხისგან სხვა მომრჩეველი არის მისი და მარტო ხელისუფლებას კი არ ემუქრები შენ იმ ხალხსაც ემუქრები ხო და იმ ხალხის წინააღმდეგაც მოქმედებთ ხო ეხლა ესენი მიმართავენ უკვე რადიკალურ ნაბიჯებს და უკვე დიდი ხანია ამისთვის ესენი ემზადებიან და რა ანონსებენ იმას რომ უნდა რევოლუცია მოახდინოთ და თან ამბობენ რომ ლამაზი რევოლუციას ვიღაცა ხალი რო არის შვილი რო ვითომ შვილი მოლოტოვის კოქტეილელი შვილი რო დაუჭირეთ ციხეში რო გაუშვეს გაიგე ეს ხალი რა ნამუსის როგორი დედა ხარ შენ ერთი მითხარი გაიგე დედა ხარ შენ როცა ასეთი ენით საუბრობ გაიგე როგორი დედა ხარ შენ დედა ხარ შენ როცა ასე იწევლები და ატრიალებ ყველაფერს მიწის ქვეშ როგორი დედა ხარ შენ და შენ გაზედი შვილს რა დედაც ახარ ის შვილი გაზარდა შენ და იმიტომ არის იმ ციხეში გაიგე მე ციხეში ყოფნა კი არ მიხარია ადამიანების მაგრამ როდესაც ასეთი ანტისახელმწიფოები ნაბიჯგებს თქვენი შვილები და თქვენ თვითონ ყველა ციხეში ხართ გასაშვები და აუცილებელი არის თუ არა ხელისუფლებამ დროულად დაუკეტოს კაცო ერთხელ სამუდამოდ ეს ფინანსები საერთოდ მოდის და ამ ადამიანების წინააღმდეგ კიდევ დაიწყოს სამართლებრივი დევნა იმიტომ რომ მარტო ხელისუფლება კი არა ჩვენ შევწუხდით ხალხით კაცო
გეთანხმებით სრულიად ბატონო ტრისთან, უფრო პატრიოტული დელამაყურებელები, ქართველები. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ. ყოველი ძალისმიერი დაპირისპირება საქართველოში, რაც არ უნდა ის კეთილშობილი მიზეზებით იყოს განპირობებული, რაც არ უნდა ესე იგი ხელისუფლებასთან ყოველთვის რასაკვირველია ხელისუფლებასთან ყოველთვის არის კითხვები ხოლმე მოსახლეობისაგან, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ყველა ძალადობრივი დაპირისპირება, რევოლუციური სცენარი, გადატრიალებები და ასე შემდეგ, ეს არის ყველაფერი არა ქართველებისათვის გაკეთებული, გასაკეთებელი ქართველების სასიკეთოდ, არამედ გარეშე მტრების სცენარი. ყოველთვის ასეა. ეს გვინდა თუ არ გვინდა, გსურს თუ არ გვინდა, ეს ასე რამო. რეალურად ჩვენ ცხოვრებამდე, ჩვენმა ისტორიამ ამას გვეუბნება, რომ ყოველი შინაგანი დაპირისპირება ქართველებს შორის, რომელიც არის სხვადასხვა მიზეზები, რაც არ უნდა მიზეზების გამო იყოს, პიროვნულიდან დაწყებული, გეოპოლიტიკური და სოციალური, ეროვნული, რელიგიური და ასე შემდეგ, ყოველთვის არის ეს გარეშე ძალების წყალზე წესქვილზე ასხავს წყალს. ეს უნდა დავიმახსოვროთ. ეს უნდა ვიცოდეთ. და ამ აქედან გამომდინარე დღევანდელი ახლა კბილებს ილესავენ ჩვენი მტრები. მავალი უკვე კბილებს ილესავენ, როდის დაერევიან ქართველები ერთმანეთს. ერთმა ასეთმა რამდენი ტერიტორიები დაგვაკარგვია ჩვენ ასეთმა ქართველების შინაარეულობამ და შინაგანო სამხედრო დაპირისპირებამ. ეს რუთუ ეს არ უნდა გვახსოვდეს. ახლაც კიდევ მავანი კბილებს ილესავს, არიან გამზადებული იმისათვის, რომ ქართველები კიდევ მორიგჯერზე კიდევ დაერევიან ერთმანეთს და ჩვენ აგერ უკვე გამზადებულ, ესე იგი გამზადებულად შევართ თბილისში და გამზადებულად დავიწყოთ საქართველოს. ეს უნდა ესე იგი გავისიგზე განოთ. ჩვენ ცნობიერებაში უნდა იყოს ის, რომ ყოველი ესე იგი დაპირისპირება იარაღით, ძალოვანი ესე იგი დაპირისპირება არის საქართველოსთვის კატასტროფის მომტანი. რაც არ უნდა ის კეთილშობილი მიზეზებით და კეთილშობილი მიზნებით არ ახმოვანებდეს ამის მონაწილეები. რაც არ უნდა კეთილშობილი, რაც არ უნდა კარგი პატრიოტული, რაც არ უნდა ძალიან კარგი სოციალური და ასე შემდეგ მიზნებით ახმოვანებდნენ ამას, აი ამ დაპირისპირების მონაწილეები, ეს ყველაფერი არის საქართველოსთვის კატასტროფის მომტანი. რაც ახლა თქვენ რომ ახსენეთ 20% დაკარგული, იმ 80%-საც ჩვენ დავკარგავთ. ახლა რომ საქართველოს დაკარგული გვაქვს უკვე. ეს კოლონია თქვა გადაცეული. დაკარგული არ არის. კოლონია დაკარგული. ახლა რომ შეიარაღებული კიდევ საქართველოს დაპირისპირება მოხდეს, საქართველოს მთლიანად გაქრება როგორც პოლიტიკური ერთეული. მთლიანად გაგვაქრობენ ბატონებო. ჩვენ ამ ტერიტორიას ჩამოგვართვევენ ყველას, სამხრეთიდან ყველა მხრიდან ჩამოგვართვევენ. ახლა გუშინ აგერ ერთი წელი და ჩვენ ისე რუსებმა, ესე იგი ოსებიო, უყურე, ისეთნაირად არის უკვე ქართული პროპაგანდა. ახლა ყაზბეგს შეულობენ და მცხეთასო პრეტენზიები აქვს. მე უთხარი ამას მიწერე. ყაზბეგს და მცხეთას კი არა, თლიან საქართველოს დავკარგავთ მეთქი თუ ჩვენ პოლიტიკური ვექტორი არ შევიცვალე. თლიან საქართველოს დავკარგავთ ყაზბეგს კი არა. თუ ასეთი პოლიტიკით, რომელიც ჩვენთან 30 წლიანია გავრცელებული, ესე იგი დამკვიდრებული თავისუფალ დემოკრატიულ საქართველოში, თუ ასეთი ვექტორი გაგზელდა, ჩვენ თლიანად საქართველოს დავკარგავთ. და ამიტომ ბატონო ტრისთან მე გეთანხმები თქვენ, ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, პოლიტიკური მოღვაწე ეგრეთ წოდებული, ან ვინმე, რომელიც საქართველოში გამოდის და მომავალში კიდევ, ესე იგი, ხალხს მოუწოდებს კეთილშობილი კარგი მიზნებისათვის, კეთილშობილი სიტყვებით და იმით, რომ გამოდით და დავამხოთ ხელისუფლებაო, ეს არის საქართველოს კატასტროფის მომტანი. ეს კაცი არის, ეს ადამიანი არის არაქართველი, ეს არ ემსახურება ქართული ხალხის ინტერესებს, ეს ემსახურება ჩვენი მტრების ინტერესებს, რომ საქართველოს მთლიანად კატასტროფაში და მთლიანად ამოგუბოს აკაურობა. ამის მომტანი არის ეს. ამიტომ გასამკაცრებელია, მთლიანად სახელმწიფომ უკვე ჩვენ ვიცით ახლა როგორ მთლიანად შემდგარი სახელმწიფო ავტორიტეტული ჯერჯერობით არა ვართ, მაგრამ ხელისუფლებას მე მოუწოდებ, მე მგონია თვითონაც იცის, მაგრამ კიდევ ერთხელ მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ თუ საჭირო არის გაამკაცროს კანონები ამის შესაბამისად, ესე იგი ყოველი ერთეული, ყოველი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც საქართველოს ძალადობაზე დაიწყებს ქმედებას,
რომელიც ამას ჩაიფიქრებს, მას იყოს ის განსაკუთრებით ამისათვის იყოს განსაკუთრებული მუხლი. შემდეგ ის ადამიანები, რომელიც არიან დაფინანსებაში ამაში ჩარეული, ყველა ის სისტემა, რომელიც უკვე არის დამკვიდრებული, ჯერჯერობით ეს უკვე გამჭვირვალობის კანონის მიღების ცოტა შემცირდა, მაგრამ მაინც ხერხდება საქართველოში. არალეგალურად, იქ დიპლომატიური პოსტით, არალეგალური გზებით მაინც ხდება საქართველოში არალეგალური ფულის შემოტანა, აი ამ ესე იგი ხელისუფლებასთან დასაპირისპირებელი ძალების დასაფინანსება. ამიტომ რა თქმა უნდა, საჭირო არის რომ სახელმწიფო მიიღოს სპეცსამსახურებმა და სახელმწიფო მიიღოს შესაბამისი კანონები, შესაბამისი ქმედებები, განახორციელოს რომ ასეთი ესე იგი მოღვაწეები დასავლეთის აგენტურა ეს ბალანსი მათი პარპარში და მათი ქვევი აღიკვეთოს. ბატონო შმაგი, თქვენ ახლა ახსენეთ ესეთი ესა თქვენს აი გამოსვლაში ახლა და მიმართვაში პოლიტიკური ვექტორის შეცვლა. აი ძალიან საინტერესოა რა და საზოგადოებას მოდი აუხსნათ რას ნიშნავს პოლიტიკური ვექტორის შეცვლა. ხა ძალიან ბევრი ამას სხვანაირად გებულობს. გესმით რაშია საქმე, ჩვენ გინდა თუ რა რუსეთის შემადგენელი ნაწილი გავხდეთ, მაგრამ აუხსენით აი როგორ და რაფერ შეიძლება ყოველივე ამის დაბალანსება, თუ კი ჩვენ შევიცვალეთ პოლიტიკური ვექტორი. ჩვენს თემა საქართველოს რუსეთის ურთიერთობა არის ძალიან კარგი საინტერესო და მნიშვნელოვანი საქართველოსათვის, ქართული ხალხისათვის. დღეს ჩვენ რა გვაქვს? დღეს საქართველოს და რატომ უნდა შეიცვალოს საქართველოს პოლიტიკური ვექტორი? საქართველოს ცნობიერებაში, ქართული ხალხის საზოგადო ცნობიერებაში ისე არის შექმნილი სიტუაცია, ისე შექმნეს ამ კოლონიზატორებმა, რომ რუსეთი საერთოდ არ არსებობს პოლიტიკურ კვალიფიკაზე. რუსეთი საერთოდ არ არის. რუსეთს თუ ახსენებენ, რომ ის რუსეთი დაიშლება, რუსეთი იშლება, ეს ასე, ის სხვადასხვა რაღაცებს ცუდ იმას ლაპარაკობენ. ხო და ესე იგი რუსეთი ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გვინდა ამის მიზეზით რუსეთი ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გადასული ვართ ანტირუსულ, ესე იგი პოლიტიკაზე, ანტირუსულ შინაგან გაწყობაზე ამ 30 წელია, ეს და იყო სადღაც 1986-87 წლიდან დაიწყო საქართველოში ნელ-ნელა ანტირუსული ისტერიის გაჩაღება და ასე და ამან აი ასეთი ფონი არის დღეს შექმნილი. მაგრამ მინდა მოგითხრათ, რომ რუსეთი დღეს არის პატუცევლო ტელემაყურებლებო ძალიან დიდი გავლენისა და მსოფლიო დონის პოლიტიკის ქვეყანა, სახელმწიფო, რომელიც უკვე მან მიუხედავად იმისა, რომ 10 წლის განმავლობაში ამერიკელები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პარპაშობდნენ კრემლში და ყველაფერი მათ მიყავდათ, მიუხედავად ამისა, რუსეთმა თავი დაიძვლინა ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის დროს აი ამ კოლონიური ქმედებებისაგან და ის უკვე უბრუნდება ნელ-ნელა თავის ჩვეულებრივ იმპერიურ ევრაზიულ სახელმწიფოს ფორმებში, მის შინაგან წყობაში. უკვე ის უბრუნდება. უკრაინის ოპერაცია ამის მაგალითი არის. ახლა რაც შეეხება ქართველებისა და რუსების დიახ, აი ეს ურთიერთქმედებას და მის ისტორიულ ასპექტებს. ქართველები თავის ისტორიის მანძილზე ყველა მეზობლებთან ურთიერთობებდნენ და რასაკვირველია ჩვენი ჩრდილოეთის მეზობლებთან, რუსებთან ყოველთვის ჰქონდათ განსაზღვრული და ისტორიული პირობებიდან გამომდინარე ურთიერთობები. ჯერ კიდევ კახეთის მეფე მე-17 საუკუნეში ლევანი მიიწვია ლევანის ყავდა მოწვეული რუსების ელჩები. ჩვენ ახლა თლიანად მე ახლა ცოტა დრო არა გვაქვს, მაგრამ მაინც ერთ გეტყვით. ჩვენ რომ ვამაყობ დღეს რომ ბაგრატიონების იმპერია დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის ესე იგი საქართველო იყო ძლიერი, კავკასიის რესპუბლიკა ვიყავით ძალიან ძლიერები, ჩვენ რომ დღეს დავიმოყვათ დავით აღმაშენებლის, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რა პირობებში და რატომ მოახდინა დავით აღმაშენებელმა ეს ყველაფერი, რატომ სხვა მეფემ არ გააკეთეს? რატომ არ გააკეთეს სხვა მეფემ მარტო დავით აღმაშენებელს შეძლო? იმიტომ რომ დავით აღმაშენებლის მამიდა იყო ბიზანტიის დედოფალი მარიამი, რომ ძალიან გავლენიანი. ბიზანტიის იმპერია მართლმადიდებლური იმპერია, ბიზანტიის მართლმადიდებლური იმპერია იყო ძალიან დიდი ავტორიტეტის მომხრე, ავტორიტეტიანი, დიდარი, დიდი სახელმწიფო მაშინდელ მსოფლიოში, ყველაზე დიდარი და ყველაზე ძლიერი გავლენიანი. და იქ ქართველები ამ ბიზანტიის მართლმადიდებელი იმპერიაში ძალიან დიდ როლს თამაშობდნენ. საქართველოს და ამიტომ ბაგრატიონების იმპერია, ბაგრატიონების ჩვენი სახელმწიფო დიდი კავკასიური იმპერია არ არის სუდი სიტყვა, იმპერია არის ძალიან კარგი სიტყვა, მათთვის რომ პროსტო ჩვენ და დამკვიდრებულია ასე თუ არა. იმპერიები ყოველთვის იყო, დღესაც არის და ყოველთვის იქნება. ეს ასე არის. იმპერიები ჩვენ არ უნდა განვიხილოთ ცუდ რაღაცა. ამიტომ ბიზანტიის იმპერია შექმნა
ესე იგი მისი ქოლგის ქვეშ, მართლმადიდებელი იმპერიის ქოლგის ქვეშ დავით აღმაშენებელმა შეძლო ერთიანი კავკასიის საქართველოს იმპერია. საქართველოს იმპერიის შექმნა. დიახ. ეს ყველაფერი მოიტანა იმად, რომ მისი მამიდა იყო, ესე იგი, დედოფალი მარიამი ბიზანტიის იმპერია. კონსტანტინოპოლში ქართველებს ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა სომხებთან ერთად. იმიტომ რომ ბიზანტიის იმპერია ჩვენ უნდა წარმოვიდეთ, არავინ არ იყო ერთი. ბიზანტიის იმპერია იყო ბერძნების, ქართველების, სხვა ევროპის ხალხების, ქურთების, ქართველების, სომხების ერთი ისა. ის იქ არ იყო ეროვნების, ესე იგი, განსაზღვრა. ყველა იყო ბიზანტიის იმპერიის მოქალაქე, ბიზანტიელი, რომელიც იყო მართლმადიდებელი. აი ეს იყო. და აი ამ ქოლგის ქვეშ მიუხედავად იმისა, რომ სისხლისღვრელი ომები ჰქონდა ბევრი ბიზანტიასა, აი სამხრეთ საქართველოს შორის. გიორგი პირველიდან დაწყებული, ბაგრატიდან დაწყებული, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ერთ მართლმადიდებულ სივრცეში და მართლმადიდებულ ორბიტაში, რომელსაც ჩვენ მოგვიტანა საქართველოს ეგრეთ წოდებული ოქროს ხანა, დავითისა და თამარის ოქროს ხანა. მაგრამ უკრახა შეხედეთ რა მოხდა. ევროპელებმა, ჯვაროსნებმა ორჯერ დააქციეს და დაარბიეს კონსტანტინოპოლი და მათ გაუმზადეს, ესე იგი, ამ დამარცხებული და გაძარცვული კონსტანტინოპოლი გაუმზადეს უკვე თურქომანებს დასაპყრობად. აი ეს ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგრამ არავითარი მიზეზი არ არსებობდა კონსტანტინოპოლის დაცემისა და ბიზანტიის იმპერიის. ეს ევროპელებმა გაანადგურეს ისა და 1454 წელს კონსტანტინოპოლი დაეცა. აი შემდეგ რა მოხდა საქართველოში? კონსტანტინოპოლი დაეცა. თურქები არიან ოსმალების შესული. და მთლიანად ეს მოისპო მართლმადიდებელი სივრცე. 60 წლის მერე ბაგრატიონები გამოვიდნენ და ესე იგი 1500 საქართველო დაშალეს თავიანთ იმას. 1465 წელს საქართველო დაშალეს 5 ნაწილად. ბაგრატიონები უცბად დაშალეს საქართველო და 1554 წელს ამასიის ზავით ოსმალეთმა და ირანმა საქართველო გაიყო 2 ნაწილად. აი ეს მოყვა ამას ყველაფერს. შემდეგ აი ამ ხიდან უკვე დაიწყო საქართველოს მთლიანად, ესე იგი, მათი საჯირი ტერიტორიად იქცა საქართველო. ნომინალურად მათ ბაგრატიონები ყავდათ საქართველოში დანიშნული, იმიტომ რომ საქართველოდან იყო ერთი მათი გამოსავალი, ესე იგი, ტყვეთა სყიდვა. მუსლიმანური კანონებით საქართველო რატომ არ შეიყვანეს ოსმალეთმა და ირანმა თავის შემადგენლობაში? იმიტომ რომ მუსლიმანური კანონებით არ შეიძლება მონებით ვაჭრობა ერთი სახელმწიფოს მონებით ვაჭრობა აკრძალულია ყურანით. ამიტომ იყო საქართველო აი ასეთ ვასალურ მდგომარეობაში საჯირი ტერიტორიად გადაქცეული. და დაახლოებით ამ 300 წლის მანძილზე ესე იგი 10-12 მილიონი არის ახალგაზრდა გაყვანილი მუსლიმანების ბაზარზე. აი ეს იყო ჩვენი ფუნქცია. მე მინდა გითხრათ ის რომ ესე იგი დიდი მართლმადიდებელი იმპერიის დაშლის შემდეგ გაპარტახდა და საქართველოს ცნობილი კავკასიის იმპერია უკვე გაპარტახდა და უკვე დაიშალა და უკვე სულ ზღაფავდა და იყო საჯირი ჩვენი დროის მუსლიმანური სამყარო საჯირი ტერიტორიად იქცა გადაქცეული. აი ეს გრძელდებოდა 300 წელი, მაგრამ შემდეგ მოძლიერდა ჩრდილოეთში რუსეთის მოსკოვის იმპერია ძლიერდებოდა, გაძლიერდა, მოადგა კავკასიას და დაუპირისპირდა ამ მუსლიმანურ სამყაროს. რუსებისა და ქართველების ესე იგი ლაშქარი და დაუპირისპირდა ესე იგი მუსლიმანურ სამყაროს და ქართველი მეფეები, რომლებიც აქ იყვნენ. მარტო ერეკლი არა, სხვა მეფეებიც კიდე მიაყრეს ყურადღება რუსეთის მართლმადიდებელ ერთმორწმუნე ერს და ესე იგი გადაწყვიტეს რომ აი მუსლიმანური ამ ოსმალეთსა ირანის გავლენისაგან თავის დაძვრენა. ანუ რუსების დახმარებით. აი ჩვენ არ უნდა შევაფასოთ, ჩვენთან განსაზღვრულია ისე არის რაღაც აზრი გავრცელებული რუსეთი ასე დაგვიპროტა რაღაცა. არა პატივცემულო ტელემაყურებლებო. მაშინდელი საქართველოს ინტერესები და მაშინდელი ინტერესები რუსეთის იმპერიის მოხდა ერთმანეთის დამტყვევა. ერთმანეთს დაემთხვა ეს ინტერესები. ასეთი რამე ისტორიაში ძალიან იშვიათად ხდება, რომ ერთი ერი, რომელიც უკვე განადგურების პირსაა მისული და მეორე ერი, რომელიც ცდილობს, რომ ეს შენ აქედან გაგათავისუფლოს და აი ამ ესე იგი ეს შეწყვიტოს, ამის შენი ესე იგი გაქრობის ვექტორი ორბიტა შეწყვიტოს. ასეთი დამტყვევა მოხდა
მე ხანდახან მიმაჩნია ეს გაგება მოგვიტანა ალბათ, იმიტომ რომ ასე რომ გაგზავნილიყო დღეს საქართველოს საერთოდ არის ჩვენ ქართველები აღარ ვიქნებოდით. საერთოდ ფიზიკურად არ ვიქნებოდით. 150,000 იყო, ესე იგი 1700 წელს საქართველოს მოსახლეობა. 1400 აღაბახმადანის რომ შემოვიდა. მაგდროს მე-18 საუკუნის ბოლოს იყო 150,000 ქართველი საქართველოს ტერიტორიაზე. და ჩვენ ვამბობთ რომ 10 მილიონი იყო თამარ მეფის დროს. ამას ვამბობთ და აი ასეთი დეგრადაცია და აი ასეთი უკუცრა მოხდა. იმიტომ რომ ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ვცხოვრობთ, ისეთ გეოგრაფიულ ადგილზე ვცხოვრობთ, რომ ჩვენთან შეუძლებელი არის თუ ესე იგი რო პრაქტიკულ განახა, თუ ესე იგი დიდი სახელმწიფო შენ მხარს არ გიჭირ და მისი ქოლგის ქვეშ არ ახარ. ბიზანტიაში ვიყავით კარგად, ბიზანტია დაეცა ჩვენ წავედით უკუსვნად. შემდეგ რუსეთი აი ასეთი ინტერესების დამთხევის შემდეგ რუსეთის ინტერესებში იყო ოსმალეთისა და ირანის განდევნა და მისი ტერიტორიების გაფართოება, იმპერიული ტერიტორიების ევრაზიული სახელმწიფოს გეგმა დაისახეს მოსკოვიდებმა და ეს მათმა განახორციელეს დიდი სისხლისღვრელი ბრძოლების შემდეგ. და ქართველები შევიდნენ რუსეთის მეფის ესე იგი სამსახურში, მეფის შემდობის ქვეშ და ქართველები და რუსების გაერთიანებულ ლაშქარმა დიდი ბრძოლებით ეს ტერიტორია კავკასია, მარტო კავკასია არა, ბალკანეთი, კავკასია, ესე იგი სისხლისღვრელი ომებით გამოსტაცეს ოსმალეთსა და ირანს. ამ გამოსტაცებას მოჰყვა საქართველოს გაერთიანება. რუსეთმა უყურეთ ახლა ზოგიერთ რუსეთმა საქართველოს გუბერნიად გადააქციაო. ამბობენ, ხო? ასეა გავრცელებული. შენ შეხვედრე როგორი საქართველო იყო მაგ? თბილისი მთლიანად იყო აუხრებული. თბილისში ქართველები საერთოდ არ ცხოვრობდნენ. აღამახმადანის შემოშენის შემდეგ 1795 წელს. საერთოდ ქართველები არ ცხოვრობდნენ. ეს არ უნდა გვახსოვდეს, თბილისი იყო აუხრებული ქალაქი. ქალაქის აღარ იყო და მოდიოდნენ იქიდან შემოსახლებული ხალხი, ესე იგი არ მინდა ერები დავასახელო. ისინი სახლდებოდნენ. მოსკოვის იმპერიამ რომ გაართიანა საქართველო, გადააქცია თავის გუბერნიად. თბილისისა და ქუთაისის გუბერნიად. მთელი კავკასიის ტერიტორია მაშინ 1812 წელს იყო მთლიანად. არც სომხეთი არსებობდა იქ და არც აზერბაიჯანი. მთლიანად დიდი ტერიტორია იყო კავკასიის, ქუთაისის და თბილისის გუბერნია. ნახეთ მაშინ მთელი რუკები. მოიძიეთ პაცინოდნენ მაპურებლობა. და საქართველო გაერთიანა გუბერნიებად, იმიტომ რომ მოსკოვი მართავდა საქართველოს როგორც თავის მოსკოვის გუბერნიას, ასტრახანის გუბერნიას და ტვერს და როსტოვს. თავის სახელმწიფოში მიიღო. მთელი ქართველი თავადაზნაურობა ბაგრატიონები შევიდნენ რუსეთის მეფის სამსახურში და რუსეთის თავადების რეესტრი ჩაეწერენ. რუსეთის სათავადო წიგნი რომ ნახოთ, ნახევარზე მეტი ქართველებია. ქართველი ერი მიღებული იქნა რუსი ერის თანასწორ ერად. აი ეს უნდა ვიცოდეთ. ქართველი ერი მიღებული იქნა თანასწორ ერად და მას მიესწა დიდი არენა, დიდი სცენა თავისი, ესე იგი, ნიჭისა და ტალანტის გამოსავლენად. რუსეთის სივრცე გადაიქცა საქართველოსზე დიდ ასპარეზად, სადაც ქართველმა გონმა და გენმა მაქსიმალურად მიიღო შესაძლებლობა თავისი გაფუჭკნით. ქართველები შევიდნენ რუსეთის მეფის სამსახურში. ქართველები შევიდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე, სამხედროები ყავდა. თუ ესე იგი რო არ დამავიწყდეთ, თუ სწორად ვაკრო, რუსეთის იმპერიაში მსახურობდა 385 ქართველი გენერალი იყო მარტო. 385 ქართველი გენერალი. ეს მე არ ვლაპარაკობ უკვე, წარმოიდგინეთ, რამდენი ოფიცერი იყო დაბლაკი პოლკოვნიკებად დაწყებული და რიგითისა. ესე იგი, ქართველები მიღებული იყვნენ რუსების. მით უმეტეს საბჭოთა კავშირის დროს უკვე საბჭოთა რუსეთის, ესე იგი, მოსკოვის იმპერიაში იყო, აი სამხედროები რო აღნიშნოთ, 385 გენერალი. შემდეგ მეფის რუსეთის დაშლის შემდეგ მენშევიკების დროს მსახურობდა კერენსკის მენშევიკების მთავრობის დროს, დროებითი მთავრობის დროს მსახურობდა 18 ქართველი გენერალი იყო. საბჭოთა კავშირის შემდეგ საბჭოთა კავშირი რომ შეიქმნა რუსეთის იმპერიის ადგილზე 1922-დან 1972 წლამდე, ესე იგი სტალინისა და ბერიის გარდა ყავდა 128 გენერალი. მაშინ და ახლა ჩვენ ხომ და ვიცოდეთ ეს რას ნიშნავს. ამერიკაში რამდენი ყავს? ამერიკაში არ ვიცი, ჯორშალეკაშვილი მოხდა ქართულის ის პროტო გამოიყენეს ქართველების დასამონად, თუ არა. და მე ეს მინდა ვიტყვი. ამათ გარდა ახლა საბჭოთა კავშირის დროს დაუბრუნდეთ. საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიღებული ჰქონდა 12700 კაცს. 12700. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება
ომის დროს სამამულო ომის დროს მიენიჭა 118 ქართველი იყო საბჭოთა კავშირის მიერ მარტო ომის დროს სამამულო ომის დროს 40-45 წელში და საერთოდ საბჭოთა კავშირის გმირები 82-დან 91 წლამდე გახდათ 10700 კაც 12700 კაც ქონდა მინიჭებული თელ საბჭოთა კავშირში აქედან 1030 იყო ქართველი თქვენ წარმოიდგინეთ მეათედი ნაწილი იყო ქართველების კიდევ მეც გეტყვით რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლებაში რუსეთი არის 191-ის რუსეთის იმპერია იყო 191-ის შემცველი ქვეყანა 4-ს მიყავდა 4 ერი იყო ამ ესე იგი უმაღლეს ხელისუფლებაში ესენი იყვნენ რუსები უკრაინელებისა და ბელორუსების ჩათვლით გერმანელები და ქართველები და სომხები 4 ერი იყო რუსეთის ხელმძღვანელობაში თქვენ წარმოიდგინეთ 190 ერი და რუსეთს მართავდა 4 ერი აი ქვეყანით ქართველები მათ შორის ახლა შემდეგ ეცეთ შაკ ამან მოიტანა რუსეთის მოკლედ ახლა დროში ესე იგი ამან მოიტანა საქართველოს გაერთიანება გუბერნიად რუსეთი იმართებოდა საქართველო იმართებოდა როგორც ესე იგი რუსეთის ჩვეულებრივი გუბერნიები და ისე ერთი მეთოდებით ამ რუსეთის თავმჯდომარეობა ააშენეს საქართველო ქართველიერი 4-5 წელად გაყოფილი ქართველიერი ერთმანეთზე გადამტირებული ამ გააერთიანეს ქართველიერი შექმნეს ქართველები ერთი ერის ქართველები შექმნეს დაიწყეს ქალაქების აღშენებლობა და მოიტანეს ჩვენთან პროგრესი რუსებმა მოიტანა საქართველოში კინიზი გახდა ქალაქების აშენება თბილისის აღშენებლობა თლიანად ოპერების განსაგანმანათლებლო ცენტრებისა და ამის შემდეგ საქართველო გახდა ესე იგი განვითარების გზად დაადგა ხოლო შემდეგ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ეს უკვე ქართველების შექმნილი იყო სტალინისა და ბერიას დამადობით შექმნილი მთელი საბჭოთა კავშირი და საბჭოთა კავშირის დროს როგორ განვითარდა საქართველო ეს თქვენ უკვე დრო არ არის თორე ყველა მთელი საბჭოთა კავშირის დროს განვითარდა ქართული მწერლობა ქართული ხელოვნება ქართული მმართველები ყავდა ქართული მეცნიერება ყველა დარგში ხელოვანები მომღერლები ესე იგი რეჟისორები წერლები, პოეტები, ვისაც თავი კულტურა, მთლიანად ვისაც ჩვენ თავი მოგვაქვს, ყველაფერი არის შექმნილი საბჭოთა საქართველოს დროს, რომელიც იყო ქართველების შექმნილი, მთლიანად. მაგრამ ეს ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს და ამიტომ რუსებისა და ქართველების ტანდემი იყო სოფლიოში უძლიერესი. იმათმა და ამიტომ ამის გახლიჩვაზე მიდის თელი ეს სცენარი და დრო ბატონო შპაგი სამწუხაროდ ასე ნაჩქარევად კი არა სოფლოსურად განვითარდა კი ბატონო შპაგი იმიტომ რომ ძალიან ბევრმა არის ხე ძალიან ბევრმა არის ძალიან ბევრმა არის და ამიტომ მე იმედი მაქვს რომ ჩვენი ხელისუფლება აი რაღაც გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს და საქართველოს საკეთილდღეოდ დაიწყება რაღაც გარკვეული დიალოგები და ამ დიალოგების საფუძველზე დაიწყებს საქართველოს ტერიტორიული თანამდებობის აღდგენასა და იმ ურთიერთობების დალაგებას რომელი ურთიერთობების დალაგების საფუძველზე ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენ ქვეყანას გავაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკას და ჩვენს პოლიტიკას და აი ამ ჭინკებს და აი ამ უსამშობლო და ამ უჯიშო და ურჯულოვ ადამიანებს ერთხელაც ამუდამოდ დაესწრებათ წერტილი და ეს ძალიან მალე იქნება და არ დაუშვებთ იმას რომ ამ ქვეყანაში კიდევ დასწავლულმა რაღაც აგენტურულმა დაჯგუფებებმა ითარეშოს და აი ეს რასაც დღეს ჩადიან ამ ქვეყანაში და რასაც დღეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ბავშვების წინააღმდეგ ამას არ გავაკეთებინებთ. დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებელო რომ გვიყურებთ. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. შედობა მოგცეთ მოთხოვნა.